გამარჯობა მეგობრებო, აბა როგორ ხართ, რა შვებით, რა საქმიანობთ? ვერ წარმოიდგენთ და ზუსტად 7 დღის წინ შევუკვეთე 7 დღეც თუ გასულა არ ვიცი, 6 ან 7 მეტი არა. ამანათი თემუდან ბავშვებისთვის ლამაზი ზედები სასკოლოდ და აგერ ჩამოვიდა, შოქში ვარ, ესე მალე ჩამოვიდა. არ მოველოდი, მეგონა მინიმუმ 10 დღე მაინც დასჭირდებოდა. გამარჯობა მეგობრებო. თან მე რაღაცებს ვაკეთებ, თან კამილა ეხა ჩაიცნობს და გვაჩვენებს. მიდი გახსენი და გვაჩვენე. და მილენაც მოვა ალბათ. ხო, მიდი, აი აქ. ხელით. მე მგონი ხელით, იმიტომ რომ რამე არის საქმე. გავხევა. აი ესე ჩაჭი. აი ესე დედა აი გვერდიდან. თან მე რაღაცებს ვაკეთებ, აქ საჭმელი მაქვს, დავდგი, აქეთ კომპოტი მაქვს. აქეთ ჭურჭელი მაქვს გასარეცხი, მოკლედ ყველაფერი ერთ. რაღაცა უკვე მოწას, ორი შენია, ორი მილენასია, სავარაუდოდ მივხვდებით რომლიცია, იმიტომ რომ შენი ცოტა უფრო გოგოშკური ვარიანტებია, მოდი ოდნავ გავხსნათ. ხო. მილენას არ უყვარს ძალიან ნახატებიანი, შენი ცოტა ისეთებია, ცოტა არ მოველოდი რომ ესე მალე ჩამოვა, არ მოველოდი. მოდი შენც ჩაიცვი და გვაჩვენე. აი 4 ცალი ჩამოვიდა. მე მგონი ნორმალურებია. ყველა არის ან თეთრი, ან რძისფერი. ესაა ჩემი. მიდი, აბა ჩაიცვი და გვაჩვენე. აბა ეს ჩემი. მგონი შენია. წადი ჩაიცვი და გვაჩვენე. არ გვაჩვენო ჯერ ეკრანზე, აბა მაჩვენი ის როგორია. შენია თუ არა გეტყვი. ვაიმე რა კარგია, ისეთი რბილია ხელში. ლამაზია, მე მგონი ისიც ძალიან. ვაიმე, არ მოველოდი და 4 ცალი ხო შევუკვეთე. რომელიღაცა ერთი მომივიდა ისეთი დიდი ფასდაკლებით, რომ რომელიღაცა ერთი იყოს სულ 4 ლარად, მეგობრებო, 4 ლარად. ცოტა დიდი მოხდა. ცოტა ოდნავ დიდს არა უშავს, პატარა არ იყოს. აბა მოდი, ერთი წუთი. ერთ ადგილას დადექი. ერთ ადგილას აი დადექი. შეიძლება შეიძლება. ვაიმე, არ გინდა. არა შეიძლება ისე. Нет, они, по-моему, декоративные. არა, открываются. ვაიმე, რა კარგია დე. როგორი რბილი. ვაიმე! რა მაგარია, ზუსტად გაგზავნაშიც. დედა რა კარგია. აი აქ ვაიმე, დედა რა მაგარია. ვაიმე, როგორ მომეწონა, ვერ წარმოიდგენთ. შოქში ვარ. ესეც შენია, გაიგეკანე? წადი ჩაიცვი. ესეც შენია, წადი ჩაიცვი. გაიქეცი. ვაიმე, ორივე ძალიან კარგია, დე. შენი სტილია ორივე. იმიტომ რომ ვიცი შენი სტილი. დედა როგორ მომეწონა. ძალიან მომეწონა. აუ, რა მაგარია. ესე იგი, ძალიან ხშოვანებული ვარ. ვალდბერიზეც ვნახე ბევრი ზედები, მაგრამ იქ კარგი ზედები, კაი ძვირი ხირს მინდა გითხრათ. და აი ესენი კარგ ფასში იყო ძალიან. ანუ რაღაცა იყო 30 ლარად, რაღაცა იყო 20 ლარად, 26 ლარად, აი ეგრე. 4-ვე ერთად მომივიდა 65 ლარად. 4 ზედა ერთად 65 ლარი. თან ახლა შავი პარასკევი იყო და შავი პარასკევის აქციით კიდე უფრო დიდი აქციები მომივიდა. ოდნავ უფრო დიდია, სურათში ჩანდა რომ უფრო დიდია, მაგრამ ცოტა უფრო პატარა კიდე მოტრიალდი. ცოტა უფრო პატარა კიდე შემეშინდა, მეთქი ცოტა ძალიან პატარა არ იყოს. არა უშავს, მოტრიალდი, ხალ ერთი წუთი. ის იასამნისფერი რო გეცვა 5 წელი. მაგრამ შევიწრა მაინც. ხო, მაგრამ სკოლაში არ შეიძლება, თეთრია საჭირო. რა კარგია დე. ესეც რა კარგია. აი აბაცა ეს მიშავ. ეს ისეთი ის უფრო ოდნავ თბილია ვიდრე ეს. აი ახლა ეს ჩაიცვი ხოლმე ცოტა უფრო ხშირად. ამას ცოტა დიდი აპლიკაცია აქვს, თითქოს და აპლიკაციებით არ შეიძლებოდა, ხო, როგორი ნაზია. მაგრამ არც ისეთი დიდი აპლიკაცია, ის სხვა ბავშვებს უფრო დიდი აპლიკაციებიც აცვიათ. ასე რომ თეთრია და ლამაზია. ვაიმე, შოქში ვარ, ძალიან მომეწონა.
მოგწონს და შენ თვითონ ზომებიც რა კარგათა გაქვს ის უფრო მომეწონა. ის უფრო მორგებული გაქვს წატანზე და ის უფრო კლასიკურია ისეთი რაღაცნაირი სასკოლოთ ეგრე და ეს უფრო ცოტა ის უფრო მომეწონა. ეს უფრო ცოტა საგარეოა მაგრამ ესე ძალამეთია მოდი აბა შენი ერთი წუთი კიდე მაჩვენი ხარისხი შენც ის უფრო არა უშავს და ხან იმას ჩაიცმევ ხან ამას ხო უნდა გქონდეს გამოსაცვლელი მე მგონი არც არაფერი აღარ დაგჭირდება მეტი საზამთრო იმას სკოლაში ჩავიცმევ. ამასაც სკოლაში ჩაიცმევ ეს ოდნა უფრო დიდი გაქვს ერთი ზომით პატარა შეიძლებოდა მაგრამ ცუდი არ არის ძალიან კარგი მეგობრებო ძალიან კმაყოფილი ვარ ნამდვილად არ მეგონა თუ ესე მალე ჩამოვიდა და წალი ხა ბაბოს დაურეკე და აჩვენე ძალიან გიხდება დედა ძალიან გამიხარდა ძალიან და ესე მალე ჩამოვიდა კაკრას უკვე ფიქრობდი მეთქი ისეთი პერიოდია მეთქი ცივა უკვე ბავშვებს რაღაცები ხო უნდა ჩავაცვა მეთქი და აგერ ჩამოვიდა შენიერი ძალიან გამიხარდა დღეს დილით მესიჯი რო ვნახე გუშინ გავიფიქრე თუ არა მეთქი სად არის ნეტა მეთქი ჩემი შეკვეთა და დღეს დილით მესიჯი მომივიდა ესე გამახარეს აბა რაღაცა წოჭებია. მამა რომ წერია მოგუჩები. ხო რაღაცა წოჭებია. აბა წოჭებია ფერი წყლის წოჭები ხო არ არის მე ჩვენ ეს ხო არ ვიცი ხო, აკეთებული ყარა. არა უშავს რა ვქნა ახლა ისე რაღაცა ის მეგობრებო თუ ვინმე მიცის ციტრუსი თუ ვინმეს ეზდება სახში ფოთლები აქვს ცოტა ისეთი წებოვანი და რა უნდა წაუცვათ ან რა უნდა დავასხათ ისეთი რომ ეს წებოვანი მოციუდეს დედიკო შენ საჩვენება წადი ბაბოს ვინმე თუ იცის რა უნდა დავასხათ გამოიცვალეთ და მეორეებიც აჩვენეთ. აცადეთ ერთმანეთს დედა. ზედრო აცვია ერთი და კიდე ერთი მეორე. ძალიან კარგ ფასებში გამომივიდა ორივე, ესე იგი არ მოველოდი თუ ნამდვილად მასეთ ფასებში გამომივიდოდა. და ყველაზე ძალიან ის რომ ესე მალე მოიტანეს. ნამდვილად არ მეგონა. პური დავჭრა. ირაკლი და ქეთინო სამანტყოფოში არიან წასულები. ჩემი დედამთილი სამანტყოფოში წელს სამწუხაროდ. მაგრამ მე მგონი მალე გამოწერენ. და მალე დაბრუნდებიან ახლა სახშიც მალე მოვლენ უკვე პრინციპში ნახვის საათები უკვე სრულდება და მოგეწონა ვაიმე თახჩი ჯაბახტას მაჯი იყო 4 ლარი წარმოიდგინე რა ვიცი არც ვაპირებდი ესე უცებ მოვიფიქრე რაღაცნაირად ბავშვებისთვისაც მეთქი ბარემ არა აქვთ არაფერი და შავი პარასკევი რო იყო უცებ გამოუწერე ბავშვებს ძალიან კაია ძალიან მომეწონა კარგი ხარისხია და ზომებშიც კარგათა აქვთ ძალიან კაი კაი იქითკენ წადი თუ გინდა და იქ ლაპარაკე თუ არა გათიშე თუ გინდა იქ ლაპარაკე გალასავე გაუგზავნე და ბუდიში მოვხადე მე გავუთიშე დე მოგეწონა კმაყოფილი ხარ ისე რა კი მოგეწონა მართლა რამე გალასავე გაუგზავნე და ბუდიში მოვხადე რომ გავუთიშეთ ესე მალე ხო იმიტომ რომ არ მცალია დედიკო არა უშავს ჩემი დედიკოა და მაპატიებს არ მცალია ხო ბევრი საქმე მაქვს
დე, შენ ხომ მიდიხარ ხატვაზე? თან ხაგა გადასახდელი მოგცემ. მე როგორ მალე მოდის ეს თანხის გადახდის პერიოდიც. ხელი როგორ აგაქვს? მოდი აბა მოყევი რა მოგივიდა ხელზე დღეს. ხმა მაღლა. და ხმა მაღლა, მიკროფონი მე მიკეთია და არ ისმის. აჰა. არ მოგიდახარ. ფეხბურთის სპორტის გაკვეთილზე ვიყავით 9 ბავშვი. საერთოდ კლასში ვიყავით 9 ბავშვი. ჩვენ პარალელებში ზოგში 2 იყო, ზოგში 5, ზოგში საერთოდ 1 ბავშვი. ჩვენ პარალელებში. იმიტომ რომ აკეთებდნენ დეზინფექციას მუნის წინაშე, ესე ვთქვათ. და საწინააღმდეგო. და ყველა შეეშინდა და თითქმის არავინ არ იყო კლასში. ვიყავით 9 ბავშვი. ყველაზე მეტი მგონი ჩვენი პარალელებისგან შედარებით, ყველაზე მეტი მეორე სართულზე ჩვენ ვიყავით. და რო ჩავედით სპორტზე, დავიწყეთ ფეხბურთის თამაში. მე თამაშობდით გოგოები ბიჭებზე, ბიჭები იყვნენ 3 თუ 4, ჩვენ მგონი 4 და ჩვენ კიდე 5. ისიც ერთი ბიჭი არ თამაშობდა. და დავიწყეთ თამაში, მე მეკარედ დამაყენეს და ბურთს აესე ვუქენი ხელი და კი არ გაიტანეს გოლი, მაგრამ ხელი ძალიან მეტკინა. ხო. ესე რო გააკეთე მაშინ მოხდა ხელში. ხო. ესე რო გააკეთე უკან. გინდა მაშინ დასახელო გაგიხე ხო? არა. რატო ხუთი ყავს? არა მინდა, მე მინდა ხელზე. ხელზე გიქნა? გინდა ის ბინტი? აი. მოიცა, ვიპოვოთ სად არის. აშკი რო შეპავი ასკა გაგიკეთოთ. აუ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რა კარგია ეს. აი ეს არის, ივა, სულ ზოგადად სულ ხელი აესე მიდევს ხოლმე რა და ეხლა კიდე აესე აჩვენება. ამას ჭრიან თუ არა? Так нормально? თუ კიდე უფრო ძალიან? არა, მეტი არ მინდა. Так нормально? აი, ეხლა ვარ საწყალი მილენა. ეხლა ხარ საწყალი ბავშვი, იმიტომ რომ შეგიხვია ხელი, ხო? ძალიან ცუდად ხარ? უმეც მაგიფაროს, ძალიან ცუდად იყო. არა, ჩემი ხელი. ნუ იგონებ რაღაცებს. შენი ხელი ლაპარაკობს, კაი. შენი ხელი თუ თავისით ლაპარაკობს, მაშინ კარგი. ერთჯერადია და თუ ერთჯერადი? ბევრჯერადია და მრავალჯერადი. მე რამდენჯერ იყენებ? აბა რა ვიცი, მასე ვიცი. მე რამდენჯერ ვიყენებთ, მასე ვერ გავიგებთ. ვერ გამსაზღვრავთ, ვაიმე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ზედებით. თან ჩვენთან სკოლაში ხო შემოიღეს წესი, რომ მაინც და მაინც თეთრი ზედა და შავი ქვედა უნდა იყოს და ხოთა შორის მე ძალიან მივესალმები ასეთ წესებს. იმიტომ რომ მოსწავლეს უნდა ეტყობოდეს, რომ მოსწავლეა. ჩემი აზრით. ხო. და არ შეიძლება კლეტა. ბევრი დამიგროვდა სარეს. არ შეიძლება? რაღაცა სარაფანა რო გაცვია, მასეთიც არ შეიძლება? მაგაზე არ ვთქვიეთ, მე მგონი არაფერი.
ერთხელაც ჩაიცვიება ესეთი კლეჩეტის არაფანა და რამეს თუ გეტყვიან მაინტერესებს უბრალოდ. ხო, ეგეთი შეიძლებაო თუ არა, შეიძლება. ვის, ეკამასწავლებელს? ხო. და კარგი მასწავლებელი ყავს, ხო ძალიან? მე ძალიან მომწონს. კი, შეიძლება კი არა შეგეცვლება. არა მგონია მეორე სემესტრი. არა მგონია დედამ ასეთებზე არ დადიან. მე თქვენი არც ერთი სეკრეტსანტა არ მომეწონა სხვათა შორის არ ვიცი. ნახოთ. შევხედოთ. რო ხატვა გიყვარს? არა ეგრაშოში. ხატვის რამე გაჩვენ? გაგიკეთებინა რამე ერთი ცალი გაკვეთილი მოასწრებდი. თითქმის არ იცლება. ო, სავარაუდოდ ცოტანი რო იყავით, იმიტომ რომ მოგცერებთ. აბა, ახალ მასალას ვერ აგიხსნი და ცოტანი იყავით, ბევრი გაკლდათ. აბა რა გეგონა, რას გააკეთები და? დღეს ხო გვექნება კინოს საღამო. კი? მულტფილმს უყუროთ თუ კინოს ამე კომედიას? მულტფილმი ჯერ ეგრეთ მეორეც ერთი არც არის მე მგონი ახალი არაფერი. არაფერი ახალი არც არის. ისეთი რაღაცა საინტერესო შე რომ მოგვეწონოს. ვაიმე ძალიან კარგი იყო, თქვენ ვერ უყურეთ კარგად, თორე ძალიან კარგი იყო. წინ საფარი შეუკვეთე, მინდა რა ქვია. ვალბერისიდან. რამდენი ხანია მინდოდა? შევუკვეთე, ველოდები. ბოსო რამდენი ხანი მინდოდა? არ ვიცი, ადრე მე მგონი საქართველოს პოსტას ჩამოქონდა მართლა და ეხლა ჩამოაქვს რაღაცა კერძო ფოსტას. და ძალიან სწრაფად ჩამოიტანა ეს, მე ვერ ხვდები. თან რამე რჩება, ანუ აზრი აქვს რაღაცა ასეთი ჩამოტანას, იმიტომ რომ მე არაფერი არ გამომართვეს, ცალკე ჩამოგზავნის. ანუ მათი პოსტა ცალკე კლიენტებს არაფერს არ ართმევს. მე არაფერი არ გამომართვეს, ცალკე. ხო, თემუზე რაც გადავიხადე, იმის გარეშე ვამბობ. და არ ვიცი, ანუ უღირთ, თან ეს სწრაფად რომ მოაქვს. მაგრამ ეხლა იმხელა კონკურენცია არის ამ პოსტებთან მიმართებით. მარკეტპლეისებთან უფრო სწორედ. იქ ვალდბერისი, იქ ოზონი, იქ თემუ. და ვიცი, რამდენი რამეა, ალიბაბა, ალიექსპრესი. მე არ ვიცი. უღირთ. ეს რამდენიმე პელმენი უჭამე სადილზე, მეტი არაფერი სადილზე არ მიჭამია. ფაქტიურად დიეტაზე ვარ. ესე გამოდის. არა და თითქოს თან მინდა რამე. თან მინდა, თან არ მინდა. და მოდი გაგიხეხოთ ვაშლი. რატო? ვაშლი დასტაფილო. ისეთი ყურძენი ვიყიდე გუშინ ორნაბიჯში. 500-ჯერ თქვი მე მგონი გუშინაც და დღესაც ვიდეოზე. მაგრამ ახთოვანებული ვარ, ისეთი კარგი იყო. ეხლა ვფიქრობ, უკანა გზაზე ხო არ ვიყიდო კიდე. ძალიან მომეწონა ისე. ზიხარ და აკნატუნებ და კურკაც არ არის შიგ.
შენ შეგაღონე, რითი შეგაღონე ხალო? აი ხე რო არ გიყვართ ცუდია, შენც რო გიყვარდა, შენც ძალიან მოგეწონებოდა. არ გიყვარს. ესე იგი არ გიყვარს. მე ისე ძალიან მიყვარს ხილი. დღეის განმავლობაში ხილი რო არ ჭამ, უკვე ლომკები მემართება. გიყიდი კონსერვირებული ატამი არ გინდა? არის კიდე. ისეთი აღარ არის, მაგრამ არა უშავს. და ოდნავ საზამთრო, იმიტომ რომ ერთხელ საზამთროთი მოიწამლა და ეხლა ოდნავ გავუყვარს. კარგი, ხალო როგორ შეიძლება საზამთრო არ მიხსნდეს? ძალიან ცუდი. მე ამ ზაფხულს კარგი საზამთრო არ მიჭამია, საერთოდ. აი მარტო კახეთში ვამბობ მე, ბათუმში ვჭამე ერთხელ კარგი. სოფელში არ მიჭამია. აქ ვჭამე ერთხელ, აი აქ ვიყიდე ჩვენთან. გალფის კალოკასთან დახლი იყო, საზამთროს დახლი მარშრუტკა იდგა, მაგენ იყიდნენ და ერთხელ ბათუმში ვჭამეთ ნამდვილად კარგი საზამთრო. კახეთში მე კარგი საზამთრო არ მიჭამია, მაგრამ აი აქ რომელიც იყიდებოდა ჩვენთან მუხიანში, გარეთო დახლთან. ისინი ამბობდნენ რომ კახურიაო ჩვენი საზამთრო. რა ვიცი მეთქი, მე მთელი ზაფხული კახეთში ვიყავი. წესიერი საზამთრო კახეთში არ მიჭამია მეთქი და ეს საიდან მოვიდა მეთქი ესეთი კარგი. Вот так. ხატვაზე? აბაკი. რატომაც არა, სახში ჯდომა ხო უკეთესია. აბა. არა. ახლა და ფულსაც გადაიხდი, თან ხალხად გადასახდები. კამილასთვის მქონდა საყიდი ფეხსაცმელი ზამთრისთვის. მერე გამახსენდა რომ შარშან თეონა მომცა. შარშან დაჟე თუ შარშან წინ. ზამთრის აი ესეთი ცოტა მაღალი საპოშკები, რომელიც სალომეს მე მგონი გიამ გამოუგზავნა და როგორც კი გამოუგზავნა უკვე პატარები ჰქონდა. შენც არ ჩაიცვი, იმიტომ რომ იასამნის ფერები იყო, შენ ეგეთები არ მოგწონს. ეხლა დღეს ვალაგებდი იქავრობას და გამახსენდა რომ იყო კიდე და აბა მეთქი მოდი კამილას ჩავაცვა. ზუსტად კარგად ჰქონდა, ზუსტად. არა, მაგრამ სალომეს დედა ზუსტად. სალომეს კაი დიდი ფეხი აქვს, ხო? აბა მოდი ხა გავცინჯოთ რა გამომივიდა როგორი კომპოტია. აი ცოტა ხანში რო გაიზრდება ორმოდი და ეს ხდება. Ау, как приятно. Иди погасинджи. Компот. Нахи. დაიჭმუჭნა თაშჯერ. ცხელი არა თბილი. კომშის კომპოტია. დღეს თითქოს წყალი უნდა შემწყდარიყო, მაგრამ რაღაცა გონი გადავჭით, ხო, გობრონიძის ქუჩები ეწერა, მაგრამ ალბათ ჩვენ არ ვეხებით იმ გობრონიძეს. გობრონიძე თვითონაც გრძელი ქუჩაა ძალიან და ალბათ ჩვენ არ შეგვეხო. ჩავასხათ. აუდელი მონები როდის უნდა გავრგო, ჩავრგო და მოვუგო. სად უნდა ჩარგო? დიდ ქოთანში? ხო. ჯერ ძალიან პატარაა დედა. არ არის პატარა. აი, წადი იქითკენ პადაკონიგზე ზალაში, ლოჯაში. პატარა ქოთანი დევს და იქ გადავრგოთ. ამაზე ცოტა დიდია, მაგრამ ჯერ გეყოფა. წადი აიღე. იქ არაფერი არ არის ში. თეთრი რო არის დიდი. არა. მაინც არ მინდა ჯერ ეტკინებათ, მე იმიტომ რომ პატარებს რო გადმოვგავ ხოლმე,
ფესვები იზრდება. აი ესე ვასიკუდილები მქენარე. გიშო. არ მინდა ხოლმე. მანე ახარ სუფთა. გადავიდო მინდა, იმიტომ რომ პატარა ამისისა. ის იღებს და ის ვინ? მცენარე. რას იღებს? დაიცადე. თავისი ფესვი იზრდება. არა და ნელავაკი. წინასწარ კიდე სოფელში ჩემი გოგონა დამერგო და აი ესე ოდნავ ამოვატრიალე აი ესე. იმიტომ რომ ჯერ ძალიან ნაზია და იმიტომ. ნაზი არ იყო ამხელა იყო დედა. მაშინ აი ესე ამდი ცოტათი. რო გადმოვიდეს ფესვიდან და თემუკა მოდ დაგეხმარებიო არ და არც მიყავია და აი 1 2 და ვაი, თემუკას ბრალი ყოფილა სულ. გადატეხა მე ანუ ისედაც მეთქიდან ცოტა გადმოვიდა. მაგრამ ცოტა და ზევითა ნაწილი გადაუხდა მარტო და მე აიღო თემუკა და შუა ნაწილი გადაუხდა და ანუ აი ფესვებიდან ეს დარჩა მარტო და კომპოტი. მაგრამ არაფერი არ დაიჯერდა და ამ თემუკას კიდევ ეჩხუბე. თემუკას ბრალი ყოფილა. იმხელა იყო უკვე რომ ძაფზე მქონდა რა და ძალიან მაღალი იყო და აი ესე ვარდებოდა. მამა ხوار მოვიდა. კი, მამა მითის ესეთი პიკ პიკ. რო შემოდის ხოლმე, ანუ ისეთი შემოსატრიალებელია თუ როგორ თქვა, რომელშიც სანამ შემოხვალ არ ჩანს მეორე მხრიდან არაფერი. ანუ მანქანა დგას, არ დგას, მომავალი არაფერი არ ჩანს. კარგი, დედა, ნუ ყვირი ხარ, გამოდი. ძალიან სასიამოვნოა. მომეწონა ძალიან. ცოტა ოდნავ ფერია კლია, მე მგონი. ცოტა მეტი კომშის დამატება შეიძლებოდა ამაში. 5 დიდი კომში იყო, მაგრამ რო გავთვალე უკვე შეგარაფერი აღარ იყო, ხო ბევრი შიგნეულობა რჩება ხოლმე. და უკვე შეგარაფერი აღარ იყო. მე მითხარით ხოლმე ვიმემ რო გავსწორდეთ, რომ სულ მავიწყდება და დავდივარ მოღუნული მასავით. როგორ მიყვარს ეს ჩემი? დავუხვირე. ყავის მოსადუღებელი ძალიან მიყვარს. შეხედეთ რა ლამაზია. თავისი დასადებიც აქვს. ძალიან ლამაზია, შეხედეთ რა კარგია. მადლობა დეიდა ჩემს მაჩუკა დაბადების დღეზე, ძალიან საყვარელია. ესეთი თან ეგრევე ცეცხლზე იდება. ეგრე არა დედა, ნაზად გავში. ნაზად, ესე ნაზად აიღე. ეს. კოხტად, ხო გოგო ხარ, მიდი კოხტად ნაზად აიღე. არც ეგრე. დედა ფიქრობს კოხტად შენთან არ გაბოდის. კოხტად, მილენა და კოხტად არ არსებობს. ნუ ყვირი. როგორ ახართ აბა? სხვა რამეში ჩადე დედა არ ვიცი. კარგი მეგობრებო, ამით უნდა დაგემშვიდობოთ, უნდა გავიქცე ხა ბავშვები. წყლებზე უნდა შევიყვანო.